ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარისმა სამართალდამცველებმა გუშინ ღამე დააკავეს. გამოძიების ცნობით პირებმა ყალბი ანგარიშ ფაქტურების დამზადების გზით სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიაყენეს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში კი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დეტალებს ანა გოჩაშვილი გიამბობთ. Я заехал в нефтобазе. Встретил там Вахо Субеляни. И спросил у них бензин. მასალას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გამოძიების ინფორმაციით დაზარალებული სოზარ სუბარის ძმაზე, ვახტანგ სუბელიანზე საუბრობს. სამინისტროსთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებული ამბობს, რომ სუბელიანმა დოკუმენტებში იმაზე ნაკლები თანხა ჩაუწერა, ვიდრე მან бензинში გადაიხადა. Они сказали, позвоним Важе. Позвонили Важе. Важа сказал, хорошо, отдайте. Он мне сказал, за сколько Важа тебе сказал? Я сказал, лар 78 тетри. Он сказал, хорошо. Деньги заплатил, вышел в машину грузить. Зашел, уже фактура написана была. Фактуру взял, я подписал. И там посмотрел, уже лар 67 тетри написано было. И уже вынужден был купить. Важа. Аристахия бензинზე მოსული. ვინა? არაიკ, ველაპარაკი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვახტანგ სუბელიანისა და ვაჟა ლეკიშვილის სატელეფონო საუბარსაც ავრცელებს. გავრცელებული სატელეფონო საუბრების მიხედვით ვახტანგ სუბელიანი შპს ამოს დირექტორს ვაჟა ლეკიშვილს ურეკავს და ეუბნება, რომ მასთან კლიენტები ბენზინზე მივიდნენ და ანგარიშ ფაქტურაში ნაკლები ღირებულება უნდა ჩაუწეროს. ჟო. ლექსო ამოსული. ვიდა? ლექსო. ხო, 78 მოჰო. 70 ხო არ გამიკეთებს. არა. არა. ოჰოს. კონსტიტუციური საფრთხების დეპარტამენტისგან მიღებული გაფრთხილება არაიმდან შემოვიდეს ბაზაში. შპს ამო დღეს დილიდან დალუქულია. ისევე როგორც შპს გრანდი, შპს ვივი ოილი და შპს ნერო. დაცვის თანამშრომლები კი ყვებიან, რომ არც ერთი ხელმძღვანელი პირი სამსახურში არ გამოჩენილა. სულაი მოგეუბნო, როგორც კომოხეთ, ახლა მეც მომედა არ ვიცი, რა გითხრათ. აი ეს დავხმობა მეთქე გაოცება. არ პრიორიტეტი. ჩვენ სამნი ვართ ყარაულები. და ყოველ მესამე დღეს ვიცვლებით რა. რა მოხდა რა დილას რომ მოვედი 9 საათზე მოვიდნენ მძღოლები და არა უმუშაობ თუ დალუქული არისო. და ბატონი ვახტანგ სუბელიანი აქ მუშაობს ნამდვილად? ნუ ეხლა მუშაობს რა თანამდებობაზე მუშაობს ეგ არ ვიცი იმას ვერა. ამ კომპანიებიდან რამდენიმე ადამიანია დაკავებული. მათ შორისაა სოზარ სუბარის ძმაც. დაკავებულები მოდულის შენობაში იმყოფებიან. მათ სავარაუდოდ ბრალს დღესვე წაუყენებენ. ვახტანგ სუბელიანის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს. ამბობს იმასაც, რომ ვახტანგ სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დასახელებულ არც ერთ შპს-ში არ მუშაობდა. თავს დამნაშავე დააცნობს, არანაირი აღიარება, ჩვენ რაღაც გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, რომ აღიარებით ჩვენება აქვს მიცემული, მას არანაირი აღიარებით ჩვენება არ აქვს მიცემული. ნავთობ კომპანიის ხელმძღვანელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჩვენთვის არის ცნობილი პრესიდან, მას რაც ჩვენება აქვს მიცემული, ჩვენთვის ზოგადად არის ცნობილი და მან თქვა ესეთი რაღაცა, რომ ამ ყველაფერს ვაკეთებდი მე თვითონ და არავინ ამის შესახებ საქმის კურსში არ იყო. რაც შეეხება ნავთობ კომპანიას, ამ ნავთობ კომპანიაში ბატონი ვახო საერთოდ არ მუშაობდა ოფიციალურად. სიცხლის სამართლის საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს. დღის ბოლოს ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ პატიმრობიდან უკვე გაათავისუფლეს ამოს დირექტორი ვაჟა ლეკიშვილი და ბუღალტერი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.